მთავრობის ადმინისტრაცია სახელმწიფო შესყიდვების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. მისი განცხადებით მთავრობის ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელიც მომწოდებლებს ან შემსყიდველებს შორის კორუფციულ გარიგებაში შესვლას გამორიცხავს. გარდა ამისა, რეფორმის მიხედვით იქმნება ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დიდი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე. ცნობისთვის ახალი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე გუშინ ისაუბრა. ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან უკვე, როდესაც შემსწავლელი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთი და იმავე საქონელთან მიმართებით, დღეს სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან მიმართებით, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40,000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების ნაწილში, როდესაც სატენდერო პროცედურებამდე არ მიდის კონკრეტული შესყიდვა და გამარჯვებულის გამოვლენა ხდება გამარტივებული შესყიდვის დროს. მნიშვნელოვანი არის, რომ ბაზრის კვლევის ახალ მოდულში, MRS სისტემაში, წლის დასაწყისიდან, ანუ ახალი წლის დასაწყისიდან ყველა შემსწავლელ ორგანიზაციას ექნება ვალდებულება უკვე კანონით, რომ ჩაერთონ და მხოლოდ ამით განახორციელონ ბაზრის კვლევები. აღნიშნული სისტემა ასევე უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების დაცვას, პერსონალური მონაცემების დაცვას და ასევე ვაშენებთ სპეციალურ მოდულს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში კითხვა-პასუხის შემსყიდველსა და ბაზრის კვლევაში მონაწილე პრეტენდენტს კომპანიებს შორის, რაც ასევე კიდევ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.